ჩვენ ახლა საქართველოში არაბების ქუჩაზე ვიმყოფებით. აქ არიან ლატიფა და აბუ ჰამადი. აბუ ჰამად, აქ როგორი სიტუაციაა? მობრძანდით აქ. გვაქვს ყავა, ჩაი, ტკბილეული. არის ჩილიმი, დესერტი, წვენი. ყველაფერი გვაქვს მოკლედ. თქვენ საიდან ბრძანდებით? საამიროებიდან. საამიროებიდან? მაშალა. გაიხარეთ. ყველა ამბობს, რომ აქაურობა ძალიან სტუმართმოყვარეა, არა? არაბების ქუჩა ძალიან მიმზიდველია მათთვის, ვისაც რესტორნებში ჭამა უყვარს. მობრძალით, ეს ერაყული სამზარეულოა. მაშალა, აქ სულ ერაყული რესტორნებია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გაიხარე მეგობარო. ჰამად, აბუ ჰამად, შენ ჯერ არავინ გაგიმასპინძდა? ეს როგორ შეიძლება? შენც ხომ უნდა დაგპატიჟონ? რატომ მასპინძლობს ყველა მხოლოდ აბუ ლატიფას? ჩვენ ახლა თბილისში ვართ. ეს არის არაბების ქუჩა. ოფიციალურად ასე არ ქვია, მაგრამ ასე ეძახიან. აქ ბევრი რესტორანი და კაფეა. დღეს 2026 წლის 25 იანვარია. მოდით ერთად დავათვალიეროთ, როგორია დღეს არაბების ქუჩა. ეს პაკისტანური რესტორანია. ეს მარკეტის პარია. აქაც რესტორნები და კაფეებია. მაღაზია. ზაფერანი. რესტორანი ზაფერანი. ასევე ქართული რესტორანი. თევზი. აქ ასევე ყიდიან სხვადასხვა ნივთებს საჩუქრებისთვის, სუვენირებს. აი ასეთია დღეს არაბების ქუჩა. აქ მთავრდება ეს ქუჩა. აქ მანქანები არ დადიან. საფეხმავლო ზონაა. ეს რა თქვინდა ჩვენ ინჟინერები, რა თქვინა მშენები? რა გესენ მოუნდა აშენ. არა, საერთოდ თავის რესტორნებს, რესტორნებს დაასწრიან. არაბიზაცია ქალაქებს აშენ. უფრო მარტივად გეტყვი, არაბიზაცია ტყუილია. არაბიზაცია არის ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული. ეს ხელოვნური ინტელექტი. ხო, საერთოდ ტყუილია. არაბიზაცია ტყუილია. ანუ თბილისში არაბების ქუჩას რო ეძახიან, ეგეთი ქუჩა გაჩნდა, მაგრამ არაბიზაცია ტყუილია. ეგ არაბების ქუჩას ეძახის ვიღაცა გიჟი არაბი, თორე თქვენ ხო არ ეძახით. და ეგ გიჟი არაბი როგორ მოხვდა მან? და რატო ეძახის? და რატო ეძახის? და რატო ყველა არაბი? პაკისტანური რესტორანი. აი პაკისტანური რესტორანი, რატო ჯერ პაკისტანური რესტორანი პაკისტანში არ უნდა იყოს? მე თუ მკითხავთ, მაგრამ აი საქართველოს პაკისტანში თუ უნდათ იყოს, მაგრამ აი იმ გაგებით რო არ ვიცი მე მგონი არ ვიცი რამდენი თემრიელი სამზარები აი ჯანმრთელობისთვის კარგი იყოს, მაგრამ კი ბატონო, ხო იცი გემოვნებაზე არ დაუგენო. აი საქართველოში რატო უნდა იყოს პაკისტანური, აი საჭიროება რატო უნდა დგებოდეს ამის? ძალიან დიდი მოთხოვნა იმენად გაიზარდა. ქართველერს მობეზდა ხინკალი, მობეზდა მწვადი და იმხელა მოთხოვნა იყო ქართველებში, რომ აი რამე პაკისტანური ხო არ გვეჭამა, რომ ბაზარმა დაარეგულირა რა. ან მეორე უბრალოდ პაკისტანელები ჩამოვიდნენ. მეორე ვერსია ეგ არის. მეორე ვერსია არა, просто პაკისტანელები ჩამოვიდნენ და პაკისტანელებმა პაკისტანელებისთვის პაკისტანური რესტორანი გააკეთეს, მაგრამ ეგ ტყუილი რატო არის? ეხლა ეგ გამორიცხული. ჩემმა ქვეყნის პრემიერმა მითხრა, რომ არაბიზაცია ტყუილია და როგორც ჩანს, ქართველი ერის მოთხოვნით გაიხსნა აქ პაკისტანური რესტორანი რა. ხო და საერთოდ რა არის, იცი? კი ბატონო, პაკისტანელები ჩამოვიდნენ. კი ბატონო, არაბიზაცია მართალია. მაგრამ ეკონომიკა ვითარდება. აი ესეა დაყენებული. საკითხი ხო ასეა დაყენებული, რომ აი კი, აბა როგორ გინდა? სხვანაირად ეკონომიკა აბა როგორ გინდა თქვენ? ევროპაშიც ეგრეა. აი არ ვიცი, აი რაღაც ახსნა უკვე არის, როგორი ახსნაც გაგიხა. სხვადასხვანაირი ახსნა არსებობს. ახსნა არსებობს ასეთი. მე რა მოხდა აბოთფილელები ჩამოვიდა. აქედან დაწყებული არსებობს ისეთი ახსნაც, რომ კი ბატონო ჩამოდიან, მაგრამ აბა როგორ გინდათ განვითარება? მე მგონია რომ ბოლოს იმას იტყვიან რომ ეგრეა საჭირო და მოითმიოთ. აი იქამდე მიდის პროცესი. ნახე ბოლოს უკვე ის თვითონ ისინი იტყვიან. აი ის დღეს პაკისტანელები იტყვიან ბოლოს. დღეს გავრცელდა სტატისტიკა, რომელიც თან ესე ამაყად წარმოგვიდგინა სამთავრობო მედიამ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წელს საქართველოდან 1300 არალეგალი გააძევა. ეს არ არის საქმე. მოდი
ვთქვათ, პირველი 1300 არალეგალი რო გაუშვეს საქართველოსთან, ეგ კარგია. ოღონდ მოდი ახლა მაგას ცოტა დავამატოთ კიდე ციფრები. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით ერთი წლის წინ საქართველოში 25,000 არალეგალი იყო და მაქიდან ერთ წელიწადში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1300 გააგდო რო დაუშვათ უცნაური დაშვება, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, რომ არავინ არ დაემატა, ახლები არ ჩამოვიდნენ და არ დაემატნენ. სინამდვილეში დაემატნენ. მაგრამ აი რო წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა ჯადოსნობა მოხდა და აი 25,000-დან 1300 გააძევეს, ანუ რამდენი წელი უნდა იმუშაონ ამათმა, რომ დაახლოებით 1000 კაცზე ჩამოვიდნენ. ერთი 10-15 წელი მოუწევს რა. ხო და ოღონდ მან მაგარი ტემპი არის ძმაო, ზაღოლ თქვენ. კი, უბრალოდ მან მთელი პრობლემა იმაშია, რომ ბოლო 10 წელიწადში 300,000 მიგრანტი დაემატა საქართველოში. ანუ 300,000 მიგრანტი ოფიციალური სტატისტიკა. 300,000 მიგრანტი მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. ანუ საშუალოდ წელიწადში ემატება დაახლოებით 30,000 კაცი. კი, მაგრამ მოდი რეალობა გაუსწოროთ თვალი და ეგ სტატისტიკა არის ძალიან ტყუილი და სინამდვილეში 9 მილიონთან არის ახლოს. სინამდვილეში ეგ სტატისტიკა ჯერ ერთი ოფიციალური სტატისტიკა 2 წლით დაძველებულია. რასაც აჟღერებენ, ეგ სტატისტიკა არის 2 წლით ძველი. მოდი აქედან დავიწყოთ. 2023 წლის ჩათვლით არის ეგ სტატისტიკა. ხო, ანუ სინამდვილეში იმდენი ხანი გავიდა მაგის მერე, რომ სრულიად შეიცვალა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც, მაგრამ სინამდვილეში ოფიციალური სტატისტიკაც იყო ძალიან შემცირებული და შეკვეცილი ციფრები და რეალურად ოფიციალური სტატისტიკა როცა გამოქვეყნდა, მაშინვე 9 მილიონამდე იყო. 2024 წელს მაგალითად საქართველოს მოსახლეობა მომატებული იყო დაახლოებით 2000 რომელ წელს? ანუ 2024 წელს 14 წელს დადებით 200,000-ით მეტი 200,000-ით მეტი ადამიანი იყო. ოღონდ პარალელურად საქართველოში მაგ პერიოდში 32,000 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. და 316,000-ით მეტი საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბოდა. კი, ანუ სინამდვილეში მარტო ეგ ციფრები გაჩვენებს იმას, რომ 9 მილიონი ადამიანი შემოვიდა. ანუ პრობლემა რაში არის, იცით? ან ქართულმა ოცნებამ აღმოაჩინა ადამიანების გამრავლების რაღაც ახალი მეთოდი და სენსაცია მაშინ, რავი, ნობელის კომიტეტს უნდა ვაცნობოთ. ან გვაქვს ესეთი სიტუაცია, ანუ არა, ეგეც არ აღმოაჩინა, იმიტომ რომ გამრავლების სტატისტიკაშიც კლება. არა, ხო და მაგას ვამბობ, ნახე. ზოგადად ადამიანი როგორც მრავლდება, რომ აი რაღაცა ქალს დაბადება ურთიერთობის შედეგად მე ქალი რო ორსულდება და სამშობიაროში ბავშვს რო აჩენს, მაგ მონაცემებით უფრო მეტი მოკვდა საქართველოში, ვიდრე დაიბადა. ანუ ბუნებრივი მატება არ გქონია. კი, და მან უნდა დავამატო აი ძალიან სწრაფად. ესე იგი საქართველოში სუროგაციის სტატისტიკაც ემატება. კი ბატონო. სუროგაციის სტატისტიკაც ემატება და იმის გათვალისწინებით არის კოლოსალური. კი, ანუ ეგ მართალია. ჩვენ ხო გვაქვს რაღაც რაოდენობა, რომ ამდენი ბავშვი გაჩნდა საქართველოში. მაგისი მნიშვნელოვანი ნაწილი არის სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვები, რომელიც მე მიყავთ აქედან. ხო, უცხოეთიდან. ანუ მაგდენი მატებაც არ აგვაქვს, რა კატასტროფული მაჩვენებელია და აი ეს ხო არის. უფრო მეტი ადამიანი წავიდა საქართველოსდან, ვიდრე ჩამოვიდა. ოღონდ მატება გვაქვს. კი. ყურადღება კითხვა, საიდან არის ეს მატება? ერთი ვერსიას შემიძლია გითხრათ, აი არგონავტების მითი რო არის, ხო იცი, აი აქ რო არგონავტები ჩამოვიდნენ, აქ დახვდათ მეფე აიეტი და ერთ-ერთი გამოცდა რაც მოუწყოთ, აი ესე დრაკონის კბილებს თესავდნენ და მერე მიწამ რაღაცა ჯარი დაბადა. არ ვიცი, შეიძლება ეგ ტექნოლოგია ვიღაცამ გააცოცხლა, კი, იმიტომ რომ ეგ საქართველოში ხდებოდა სხვათა შორის. არ ვიცი, ან მეფე აიეტის ტექნოლოგიები ავითვისეთ, ან პროსტა 9 მილიონი პაკისტანელები დაგვემატა და
პატიცელ მაყურებელად თქვენთვის რომელიც უფრო სარწმუნო ვერსია არის, იმას მიაწეკით. ფათაშორის, აი, როგორი რაღაცა, იცი? აი არც მშენებლობების მოწინააღმდეგე ვართ და არც ბიზნესის წინააღმდეგე ვართ. ზოგადად, რაც იქნება კარგია. არც საზღვრების ჩარაზვის, ჩაკეტვის მომხრე ვართ. არც ტურიზმზე უარის მომხრე ვართ. აი რასაც გვაბრალებენ ხოლმე, აი ჩვენი მეტოქეები, რო თქვენ რაღაცა გინდათ საქართველოს დაკეტოთ ბოკლომზე და არავინ არ გავიდეს, არავინ არ შემოვიდეს. მაგრამ აი რატომ ვაკეთებთ ყველაფერს უკიდურესობებით? აი ჩვენ რა მთავრობა. ხო იცით, ცნობილი დილემა რო არსებობს, ხშირად მოყვავს ხოლმე. ტაკერ კარსონი რო ჩავიდა მოსკოვში და აღთოვანებული იყო მოსკოვის მეტრო სადგურების სისუფთავით და უსაფრთხოებით და თვითონ საუბრობდა, როდესაც მე ეს დავწერეო, ვიღაცებმა მომწერესო, რომ როდესაც შევადარეო ნიუ-იორკის ასე ვთქვათ, ცუდ მდგომარეობაში კრიმინოგენური მეტრო, ვიღაცებმა მომწერესო, რომ ეს არისო დემოკრატიის საფასური. ანუ რუსეთში არ არის დემოკრატია, მაგრამ სამაგიეროდ მეტრო არის უსაფრთხო, არავინ არ მოკლავს, აღარ გაგაუპატიურებს და სუფთა ბოდიში და მოსაქმებული არ არის. მაგრამ აი ნუ დემოკრატიის მინუსი ეგ არის, რომ ვიღაცა დაგჭრისო მაგ ნიუ-იორკის მეტროში დაგაყაჩაღებსო, ან იქ მოისაქმებსო გვერდით და კითხავსო, ხო არც მოფსმული მეტრო მინდაო, არც დაყაჩაღება და დემოკრატიაც მინდაო. ხო შეიძლება ეს სამივე რაღაცა ასე ვთქვათ შევაჯეროთ, რომ სუფთა იყოსო ეს მეტრო, ნაკლები კრიმინალით და დემოკრატიული და აი შეიძლება ტურიზმიც, შეიძლება მშენებლობაც, შეიძლება დეველოპერული სექტორის შენობა. მოდი რა ეს აზიის და აფრიკის რაღაც გაღატაკებული, გაუბედურებული ქვეყნებიდან ნუ ჩამოყვავს ეს მოქალაქეები. სხვათა შორის, აი მაგ თემაზე კიდე ერთ პატარა განმარტება უნდა გავაკეთო. ჩვენ რომ ამ თემაზე დავიწყეთ ლაპარაკი, აი ტიპებმა ხო იმედმა და პოზიტივიმ ხო გადაწყვიტა, რომ ეხა ესე უნდა გავაშალოთ და დაიწყეს ზებნა და მიაგნეს რა. ესე იგი კოკას ვიდეოს მიაგნეს რაღაც 2017 თუ რაღაცა წლის. სადაც ამბობს, რომ უნდა გავაკეთოთ სასტუმრო, სადაც ვიღაც იორდანიელი თუ რაღაცა ტურისტები ჩამოვიდნენ. და გამოვიდა და აი თქვენ ხარს უჭერდით ტურისტების შემოსვლას და ეხლა რატო აპროტესტებთ მიგრაციას? აი მან როგორი თემაა, იცი? მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია, რომ იმედის ან პოზიტივის ხალხი ეგეთი შტერი იყოს, რომ ტურიზმს და მიგრაციას ვერ ასხვავებდეს. ანუ მე ვერ მივცევ ჩემ თავს უფლებას, რომ ეგეთი დებილები მეგონონ ეგ ხალხი. ანუ თუ ეხა შენ მართლა ტურიზმს და მიგრაციას ვერ ასხვავებ, რავი, აი ტურისტი არის ადამიანი, რომელიც 3 დღით ჩამოვიდა, ქართლის დედასთან ფოტო გადაიღო, რაღაცა კახეთში ტურში ჩავიდა, ღვინო დალია, კარგად იყავი, რა ლამაზია საქართველო გაფრინდა. აი ეგ არის ტურისტი. მიგრაცია არის ჩამოვიდა აქ ვიღაცა ტიპი, ვიღაცა არჯუნი, იმიდან რა ქვია, ნიუ-დელიდან, ზის ეხა რაღაცა სკუტერზე და დააქვს გლოვოს შეკვეთები და საქართველოში ცხოვრობს ბინადრობის უფლებით. საქართველოს მაცხოვრებელი გახდა. შენთან ერთად აწი ცხოვრობს ამ ქვეყანაში. მაგ ორცნებას ადამიანი როგორ იცი? ან დებილია რო ვერ ასხვავებს, ან ჩათლახი მაგითი რო გიტევს რა და ეხა რა ვიცი, დანარჩენი ხალხმა თვითონ უნდა რაღაცა დასკვნები გამოიტანოს რა. საერთოდ ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთ-ერთი რის გამო დაიბადა იდეა რომ გაგვეკეთებია არის ანტიმიგრაციული პოლიტიკა. ანტი-LGBT woke დღის წესრიგის, ანტიმიგრაციული თემების გარშემო და საქართველოში ქრისტიანული იდენტობის გაძლიერების იდეის გარშემო, ფემინისტური სიგიჟების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ანუ დღის წესრიგი რა იყო? ერთ-ერთი რის გარშემო შეიკრა ეს ჩვენი ერთობა.
იყო მიგრაციის წინააღმდეგ და კობახიძე რო ამბობდა, რომ ეგო ჯერო რაღაცა ლელომდა ნაცებმა მოხოდეს და მერე აყვა ალტინფო და რაღაცა, ბიჭო, აგერ ცოტა ხნის წინ შოთას ედო, რომ 1 წლის წინ დავიწყეთ ლაპარაკი, როგორც კი გაჟღერდა, რომ რაღაცა საეჭვო ხდება ამ არაბულ ინვესტიციებზე. 1 წელია მაგაზე ვლაპარაკობთ. და რაღაც 3 თვის წინ ვიღაცებმა ხმა ამოიღეს, ცოტა ხანი იყვირეს და მაგაზე მოკეტეს და ეხა ხმას აღარ იღებენ. ეგ მაგის დაბრალება ხო ძალიან მაჩვენებელი არის. მაგის დაბრალება სხვათა შორის რას გამოხატავს, იცი? მაგის დაბრალება გამოხატავს იმას, რომ ეგ ჯგუფები ზუსტად მაგისთვის არსებობს. ანუ ქართული ოცნება რომ ინახავს სინამდვილეში აი იმ დესტრუქციულ ოპოზიციას, მაგიტო ინახავს, რომ რაღაცა საკითხი, რაზეც მიწოლა ხდება ეფექტურად, ის მიწოლის ეფექტურობა რომ გაანეიტრალოს, მაგაში იყენებს ზუსტად აი იმ ოპოზიციას, ну ნაცების ანასხლეტს და ნაცებს ზოგადად, იმიტომ რომ ისინი რაღაცაზე აყვირდებიან და საკითხი საზოგადოებაში იქამდეა მიყვანადი მე ქართული ოცნება გამოდის და იძახის რომ აი რახან ნაცები ლაპარაკობენ ამას. ესე იგი ვინც იგივეს იმეორებს ის ვერ იქნება ვერანაირად სწორი, ხო? ამ დროს ნაცები იმას ლაპარაკობენ, რაც ოცნებას რა კონტექსტშიც არის. რაშიც ოცნება ფულს უხდის და თან ოცნებას ოფიციალურად აქვს ნათქვამი რომ კი, ფულს უხდის.